ხაზზეა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი გიორგი შუკაკიძე. ბატონი გიორგი, მოგესალმებით. ბატონი გიორგი, როგორია საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში და ზოგადად ენერგოეფექტურობის ზრდის მხრივ? მოგესალმებით, მოგესალმებით კონსპენელს. და მოდი ცოტა უკიდან დავიწყოთ, თავიდან დავიწყოთ. საქართველოში ჩვენ გაგვაჩნია რაღაც რესურსი, რასაც ვიყენებთ და გაგვაჩნია ამ ისეთი რესურსები, როგორც არის ენერგომატარებლები, გულისხმობ ნავთობსა და გაზს. შესაბამისად, ამ მიმართულებით დამოკიდებული ვართ იმპორტიორ ქვეყნებიდან მოწოდებულ ენერგომატარებლებზე და საერთოდ წილი ამ ქვეყანაში იმპორტირებული ენერგომატარებლები შეადგენს დაახლოებით 75%. სამინისტროს და ქვეყნის პოლიტიკა არის ისეთი, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ეს იმპორტირებული ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება და ქვეყანაში წარმოებული თუნდაც ელექტროენერგია იყოს მაქსიმალური წილი იმ მოცულობაში, რასაც მოიხმარს ქვეყანა. აი ამ მიმართულებით დაგეგმილია მთელი რიგი სამუშაოები. ალო? დიახ, გისმენთ. ამ მიმართულებით დაგეგმილია მთელი რიგი სამუშაოები და კერძოდ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი რესურსით ჩავანაცვლოთ იმპორტირებული წყაროები. და როგორ ხდება ეს, აი რა საშუალებებით უნდა მოხდეს? ეს ერთ-ერთი მიმართულება არის განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორც არის ჰიდრო და ქარი. ეს განახლებადი ენერგიის წყარო არის, მაგრამ როგორც ესეთი მზის თუნდაც მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება მზეწეობით წარმოადგენს ძვირ ფუფუნებას, საკმაოდ ძვირი ჯდება მისი მშენებლობა და მარგი ხვენდების კოეფიციენტი არის ძალიან დაბალი და მზის ენერგიის გამოყენებული მზის ენერგიის შედეგად მიღებული ელექტროენერგიის თუნდაც 1 კილოვატის ღირებულება არის გაცილებით ძვირი, ვიდრე თქვათ შეიძლება იყოს ქარი და შეიძლება იყოს ჰიდრო ელექტროსადგურიდან მიღებული ელექტროენერგია. ანუ ამ მიმართულებით ეს არის მომავლის პერსპექტივა, მაგრამ დღეს ყველანაირად ვცდილობთ, რომ როგორც აქამდე ვთქვი, ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ელექტროენერგია, ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაახლოებით მოდით ელექტროენერგიის კუთხით ვისაუბროთ. საქართველოში ქვეყანა ჭირდება დაახლოებით 10 მილიარდი კილოვატ-საათი. 10 მილიარდი კილოვატ-საათიდან ან ქვეყანაში ჰიდრორესურსებიდან წარმოებული არის დაახლოებით 7 მილიარდით ოდნავ მეტი, ხოლო დანარჩენი შევსება ხდება იმპორტირებულ გაზზე, მომუშავეთ ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიით და თვითონ იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე. ხდება ანუ ამ დაახლოებით 10 მილიარდი კილოვატ-საათის შევსება. ქვეყნის ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება შევზღუდოთ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება, რაც წინაპირობა არის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის და ასევე თბოსადგურების წილი მაქსიმალურად შემცირებული იქნება ძალიან მოხმარებაში. ამისათვის დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას და კონკრეტულად ენერგეტიკის სამინისტრო დავის პროფილის მიხედვით ახორციელებს თერმულ პროექტებს, როგორც არის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაც საფუძველს მოგცემს გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დამოკიდებული სხვა ქვეყნიდან მოწოდებულ ენერგომატარებლებს. მაგრამ ბატონ გიორგი, აი მუდმივად არის საუბარი, როდესაც ჰიდროენერგეტიკაზე იწყება ლაპარაკი, იმაზე რომ პრიორიტეტი სახელმწიფოს უნდა იყოს როგორი, დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ მცირე, საშუალო და მცირე ელექტროსადგურები. როგორც წესი, დიდი ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ გამოდის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმის გამო, რომ მიაჩნიათ, რომ ეკოლოგიური საფრთხე შეიძლება მოყვეს ამას. სამინისტროს პოლიტიკა როგორია ამ მხრივ? დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ საშუალო და მცირე? ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა. სამინისტროს პოლიტიკა როგორც მცირე, ასევე დიდი ჰიდროელექტროსადგურების. ჩვენ უნდა ვიაროთ ეს ორივე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა 1 მეგავატიან სადგურს აშენებს 300 მეგავატიან სადგურს და 700 მეგავატიანს, ანუ ქვეყნისათვის ეს არის საჭირო. ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკური განვითარება ქვეყნის და უკეთესი მომავალი შევქმნათ ჩვენ შვილებს, ანუ ამისათვის არის საჭირო მოდით ესე გეტყვით, რომ დაახლოებით 1%-იან ეკონომიური ზრდა იწვევს 1%-იან ენერგეტიკულ
30%-იან ზრდას ენერგეტიკის მიმართულებით. ამისათვის ქვეყანაში როგორც უნდა განვითარდეს ჰიდროენერგეტიკა, ასე უნდა განვითარდეს დიდი მასიური ჰიდროელექტროსადგურების შენობები. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გამოირჩევა მთის მდინარეებით და ანუ ამ მდინარეებს მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულის პერიოდში არის წყალუხვიანი მდინარეები გვაქვს ჩვენ, ხოლო ზამთრის პერიოდში ამ მდინარეების ვეთქვა ცირდება. ამისათვის ჩვენ გვჭირდება როგორც მცირე ენერგეტიკა, მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარება, რაც ლოკალურად გადაჭრის პრობლემას, ასევე მარეგულირებელი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც მოცულობა მდინარეში არსებული დებეტისა ჩვენ დავარეზერვოთ ეს წყალსაცავებში ეს წყალი და შემდგომ როდესაც საჭირო იქნება მისი გამოყენება, ანუ ამ დროისთვის გამოვიყენოთ. აი თუნდაც თქვენ ვსაუბრობთ თქვენ ძანეთ ან დიდი ჰიდროელექტროსადგურები. საქართველოში გვაქვს სულ 2 მდინარე. სადაც შეიძლება ასე ვთქვათ გამოიყენო ანუ ამ მდინარების პოტენციალი დაარეზერვო წყალი და საჭიროების ამებს ზამთრის პერიოდში გამოიყენო ამ დარეზერვებული წყლისგან ეს წყალი გარდაქმნა ელექტროენერგიად. აი ამ მიმართულებით ისე და ისე აღნიშნა რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს როგორც მცირე, ასევე საშუალო და ასევე დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ბანუ გიორგი, თქვენ ბრძანეთ ქარის ელექტროენერგიის გამოყენებაზე ისაუბრეთ და რა პერსპექტივა არის საქართველოში რომ ქარის პერსპექტივა როგორც ესეთი საქართველოში გვაქვს ანუ ამ მიმართულებით ვაწარმოებთ სამუშაოებს ან დღეს დაგეგმილი არის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხრიდან საპილოტო პროგრამა დაახლოებით 20 მეგავატის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორის მიდამოებდა. როგორც ესეთი ანუ ქარის ენერგია ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ანუ ტრადიციულ და არატრადიციულ ენერგიის წყაროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის კურსს როდესაც ვისწავლობთ ამ საკითხს, ანუ ქარის ენერგია საერთო მოცულობაში ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის საერთო სიმძლავრე ქვეყანაში რაც არის საჭირო ამ მიმართულებით. დაახლოებით ქარის შეიძლება შედგებოდეს ქარის წილის მაქსიმუმ შეიძლება იყოს 10%. იქიდან გამომდინარე, რომ ქარის ენერგია არ არის სტაბილური. როდესაც ქარი დაუბერავს, მე რაღაც პერიოდში მისი სიჩქარე მოიკლებს და ეს თავსახად მოქმედებს ანუ რეჟიმებზე. და ანუ ამ მიმართულებით კარგია, მაგრამ რაღაც რაოდენობით შეიძლება ჩვენ ქარის ელექტროენერგია მივიღოთ და გამოვიყენოთ და შევავსოთ ანუ ჩვენი მოხმარების რაღაც პროცენტული წილი, მაგრამ როგორც ესეთი ანუ ამაზე სერიოზული აქცენტების გაკეთება რომ სუფთა ქარი ჩავანაცვლოთ ჩვენ და არავაშენოთ ჰიდროელექტროსადგურები ფიზიკურად შეუძლებელია. გასაგებია, ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონი გიორგი შუკაკიძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო სატელეფონო ხაზზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ახლა სატელეფონო ხაზზეა ბატონი მურმან მარგველაშვილი, ენერგეტიკოსი. ბატონ მურმან, მოგესალმებით. ბატონ მურმან, როგორ შეაფასებდით თქვენ სახელმწიფოს პოლიტიკას ზოგადად ენერგეტიკისა და კერძოდ ენერგოეფექტურობის სფეროში? ზოგადად მიესალმები რადიოსმენელს. თქვენ შეკითხვაზე შემეძლია მოკლედ ცოტა რთულია პასუხის გაცემა. ენერგეტიკული პოლიტიკა იმდენად ფართო და მრავალმხრივია. ერთი რაზეც მინდა ხაზგასმა, ეს არის ის, რომ ენერგეტიკა ბევრად უფრო ფართოა ვიდრე ელექტროენერგეტიკა, რასაც ჩვენ ძირითადად ვართ მიჩვეული, რაზე ლაპარაკსაც. ამაში შედის ის გაზი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, ის ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ასევე საზღვარგარეთიდან და ის შეშა, რომელსაც ჩვენსაც მოვიხმართ. და ელექტროენერგიის წილი მთლიან ჩვენ ენერგეტიკულ მოხმარებაში შეადგენს დაახლოებით 25%. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დანარჩენი ენერგიის მატარებლების მოხმარებას და შესაბამისი ღონისძიებები გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უფრო ეკონომიკური, უფრო უსაფრთხო მოწოდების თვალსაზრისით და შესაბამისი პოლიტიკა უნდა იყოს აწყობილი მთლიანად ენერგეტიკული მოხმარების დარეგულირებაზე და მიწოდება მოხმარების დარეგულირებაზე. ეს არის შემიძლია თქვა ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ. რაც შეეხება ენერგოეფექტურობის პოლიტიკას, სამწუხაროდ ესეთი ფორმალური დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს და ძირითადად გვიწევს ამაზე მსჯელობა იმ ქმედებებით და ნაბიჯებით, რასაც დგამს ენერგეტიკის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა.
ამ პოლიტიკის ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ თუნდაც წინა წელს გაკეთებული განაცხადი ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში წევრობაზე და ასევე ასოცირების შეთანხმება, რომელზეც ახლა ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური არის. ამ ორივე დოკუმენტში სავარაუდოდ ამ ორივე პროცესში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის შემუშავება, კანონმდებლობის მიღება და ამ მიმართულებით განვითარება არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვინაიდან ეს ნაბიჯები გადადგა უკვე მთავრობამ, ამ მიმართულებით განვითარებას აპირებს. და ხაზგასმით მინდა კიდევ ერთი რამ აღვნიშნო, რომ ის ენერგეტიკული ეფექტურობა, ასევე როგორც განახლებადი ენერგიის გამოყენება, უფრო არის ნიშანი განვითარებული საზოგადოებისა, ევროპული, დასავლური განვითარებული ქვეყნების, სადაც ისინი ამას უფრო ეფექტურად ახერხებენ, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ინსტიტუცია არის საჭირო, პროფესიონალები, ცოდნა, ბანკების განვითარება, ფინანსური ინსტრუმენტები, პოლიტიკური ინსტრუმენტები. ამიტომ ამ პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, პროგრესი განიცადოს. ჩვენთან გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვართ ესეთი ერი, რომელსაც უნდა გქონდეს განვითარებული ქვეყანა და ალბათ ამ ხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და განახვებით სამწუხაროდ ჯერჯერობით თვითონ მომხმარებელი აქტივებს სახელმწიფო სტრუქტურებს და თქვათ მომხმარებელმა დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ მაგალითად ეფექტური ნათურებით უფრო მეტს დაზოგავს, ასევე მომხმარებელმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ შენობების დათბუნებით ან თბოიზოლაციით ბევრად უკეთეს კომფორტულ პირობებს შეიქმნის და ეს ღირს იმპულს დახარჯვათ, რაც ამისთვის არის გასაღები, მაგრამ ამას თუ დაემატება ასევე სახელმწიფო პოლიტიკა, დაემატება ასევე ექსპერტების და სპეციალისტების სწავლება და სახელმწიფო მხარდაჭერის, მათ შორის პოლიტიკური, მათ შორის ინფორმაციული და ძირითადად ალბათ ინფორმაციული მხარდაჭერა, მაშინ ამ მიმართულებით ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება. გასაგებია, ენერგიის განახლებადი წყაროები, რაც არის უმნიშვნელოვანესი ალბათ ქვეყნის განვითარებისთვის, აი რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ამ წყაროების გამოყენების მხრივ? ნუ აი 25% მოხმარებაში ელექტრობასში რაც შეეხება, ხო, იქ ძირითადი ლომის წილი განახლებად წყაროს აქვს ეს ჰიდროენერგეტიკას და ამაზე ბევრი მუშაობა და საუბარიც არის, ამას ჩემგან დამატებით ის არ ჭირდება კომენტარები, თუმცა მცირე ჰიდროენერგეტიკას შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიექცეს და ეს თავის ლოკალურ ადგილობრივ წილს შეიტანს. ძალიან დიდი მნიშვნელობაა მისაღწევი მზის ენერგიის გამოყენებაზე. მართალია, რომ ელექტრობისთვის მზის გამოყენება ალბათ ჩვენთვის ფუფუნება იქნება, გარდა ძალიან მოშორებული ადგილებისა, მოშორებული მთიანი სოფლებისა, მაგალითად ფშავში ან სხვადასხვა ადგილებში, სადაც ქსელი არ არის გაყვანილი და სადაც ქსელის გაყვანა ძალიან ძვირი ჯდება. ერთი მომენტი არის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფულის ფულა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმის დათვლა, თუ რაზე ღირს უპირველეს ყოვლისა სახსრების გაღება და შესაბამისად იმ აუცილებელი პირობით, რომ ენერგეტიკული უზრუნველყოფა ყველა მოსახლეს უნდა გქონდეს, უნდა შევარჩიოთ, რომელი მეთოდით და რომელი ტექნოლოგიით არის უმჯობესი. აი ამ მოშორებულ სოფლებში ალბათ უფრო ეკონომიკურად გამართლებულია, რომ განახლებადი ადგილობრივი წყაროები, მათ შორის მზის, მათ შორის ქარის და მცირე ჰიდროსი იქნას გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსში შეშას. ამისი ზუსტი შეფასება ჯერჯერობით საკმაოდ რთულია, მაგრამ სხვადასხვა შეფასებებით მისი სიდიდე იმ შეშის გამოყენებით დაახლოებით უტოლდება მთელი ჰიდროსადგურების, ანუ ის ენერგია, რასაც ჩვენი მოსახლეობა იღებს შეშისგან, დაახლოებით ტოლფასია მთელი ჰიდროსადგურების გამომუშავებული ენერგიისა და ეს ალბათ საგანგაშო მონაცემია. ეს საგანგაშო მონაცემია, როგორც მე ვხვდები. ბოლო ხანებში არის ძალიან საგანგაშო სიგნალები იმის შესახებ, თუ როგორ იჩეხება ტყეები და რამდენად შემცირდა ჩვენი ქვეყნის ტყეური საფარი. და სწორედ იმისთვის, რომ ერთი
ჩვენ ეფექტურად გამოვიყენოთ ის წყარო, რომელიც ჩვენია, განახლებადია, რომელიც შეიძლება იქნას ეკონომიკური აქტივობისთვის გამოყენებული, მათ შორის ექსპორტისთვის, იმიტომ რომ ამ შეშის ნარჩენებით კეთდება პელეტები, კეთდება ბრიკეტები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იყიდება და არის ლიკვიდური პროდუქტი. ხო, ამის მაგევრად ჩვენ ჯერჯერობით ამას ძალიან უკიდურესად არაეფექტურად ვიყენებთ და ფაქტობრივად ჰაერში ვუშვებთ და ესეც არის ისეთი სფერო, რასაც სახელმწიფოებრივი ყურადღება ესაჭიროება, რადგან ორგანიზებული უნდა იყოს ამ მიმართულებით სწორი მუშაობა. ბანუ მურმან, თქვენ ახსენეთ, რომ მზის ენერგიის გამოყენება მხოლოდ ელექტროენერგიის კუთხით არ არის შესაძლებელი. აი, რა კუთხით არის და პერსპექტივა როგორი გვაქვს? ხო, მე აღარ გავაგრძელე ეგ თემა. რა თქმა უნდა, წყლის გაცხელებისთვის მზის ენერგია და უმარტივესი მეთოდებიდან დაწყებული ყველას გვინახავს უბრალოდ თქვათ სახურავზე დადებული ან კასრი ან დახვეული შლანგები ეს არის ყველაზე უმარტივესი რაც ყველა შეუძლია ადვილად გააკეთოს ასევე შედარებით იაფი და მარტივი წყალგამაცხელებლები რომლებიც არ არის იმდენად ძვირი რომ ჩვენთვის იყოს მიუწვდომელი ეს არის იმის ალტერნატივა რომ ჩვენ შემოვიტანოთ საზღვარგარეთიდან გაზი სხვა ქვეყანას გადაუხადოთ ამ გაზში ფული ამის მაგურად შეგვიძლია ჩვენივე მზის ენერგია გამოვიყენოთ იმისთვის რომ ვიბანაოთ ჭურჭელი გავრეცხოთ და ხელები დავიყვანოთ. გასაგებია და ბოლო შეკითხვა რაც მინდა დაგისვათ, აი რა რეკომენდაციებს მისცემთ თქვენ როგორც ენერგეტიკოსი სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკაში და ენერგოეფექტურობის პოლიტიკაში? თან დაკავშირებით. ასე მოკლედ რეკომენდაციები ამ რთულ სფეროში ალბათ რთული იქნება, მაგრამ ერთ-ერთი უპირველესი, რასაც ვიტყოდი, ალბათ კარგი იქნება, რომ სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება უფრო მეტად განათლებას ამ მიმართულებით, ინფორმირებას სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა შრეებისა, მათ შორის პროფესიონალების მომზადებას, მათ შორის ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას თუ რა ხარჯებით, რა დაზოგვას მიიღებენ და რატომ არის ეს კარგი და ასევე პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღებთათვის ინფორმაციის მომზადებას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას თუ რა როლი აქვს განახლებად ენერგიას და ენერგოეფექტურობას როგორც ქვეყნის ენერგეტიკული უზრუნველყოფის და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის ასევე შიგა ეკონომიკური განვითარებისათვის მოგეხსენებათ აი ამ მცირე მასშტაბის ტექნოლოგიებით დაკავდება შეიძლება დაკავებული იყოს მრავალი ადამიანი რომლებიც აი ამ განვითარებად ბიზნესში მიიღებს მონაწილეობას ამიტომ ინფორმირება არის ალბათ ის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, რათა შემდეგ ეს იყოს გათვალისწინებული კანონებში და კანონები აუცილებლად უნდა იყოს მიღებული. ეს არის ჩვენი ვალდებულება უკვე მრავალი წლის განმავლობაში და ალბათ უნდა დავაჩქაროთ ესა, უნდა შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუცია, სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით იფიქრებს, იმუშავებს, თავის დასკვნებს გამოიტანს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია ეს არის განვითარებული საზოგადოების ნიშნები და უნდა განვითარდეთ როგორც ცოდნით, ასევე ინსტიტუციურად, ასევე ეკონომიკურად და სხვადასხვა მიმართულებებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მურმან.